წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. სამშვიდობის 18-18-ია საქართველოში ვიწყებთ გადაცემას ოდაბადეშ კინოხონი, რომლის მოსმენად შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე 5:09-ზე FM და გარდა FM-ისა შეგიძლიათ გვისმინოთ ინტერნეტით radio.net.lg, ვნახეთ Facebook-ზე, დაათვალიერეთ ჩვენი გვერდი და თუ სრული გექნებათ აქ შეგიძლიათ მოგუწეროთ კიდეც. ძალიან საინტერესო გადაცემათა ციკლი მიმდინარეობს ამ პროცესში ვართ და YouTube-ი არ გამოგჩათ, იმიტომ რომ ყველა გადაცემა სადაც კი ჩაწერთ ნებისმიერი ფონტით. ოდაბადეშ კინოხონი ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქ და ბევრად მეტია ვიდრე 100 ვითვლით თითებზე ვითვლით სიამოვნებით ამ ყველაფერს გადაცემა რომელიც ესე ძალიან გვახარებს იმიტომ რომ არის ორ ენაზე მეგრულად და ქართულად და ვუძღობით ორნი ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშაჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი მოკლედ ჩვენ წინა გადაცემისასაც დავაანონსეთ და გეტყვით იმას რომ ეს გადაცემები და ზოგადად ამ ბოლო სამი გადაცემის ასე ვთქვათ სერიული წყობა განაპირობა იმან რომ ისევ და ისევ თქვენი იყავით აქტიურები ისევ და ისევ თქვენი სურვილისებრ მოხდა ეს ყველაფერი ასე რომ თქვენი გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად ძალიან დიდი სიამოვნებით მივესალმებ ბატონლაშას, რომელიც კარგახანი ელოდება თქვენთან შეხვედრას. Bom-dia, გირობოაშ ბატონლაშა, muchos vodjut. Bom-dia, გირობოაშ თქვენი საღამოშტებისა, ძირფასო რადიო ათინათებს მენელებო. თავად როგორ გეკითხოთ, muchos vodjut, ოსურ ბატონ სოფია. გირობორეკ, დღეს ხუთშაბათია და უბრალოდ არ შეიძლება ცუდად იყოს ადამიანი. თაშნამდა მხოლოდ არტი მანგარო ინტერესებინა ჩამოვიდა წოხოლი. ამღა ყოლე მანგარ სინჩხერე. ქერეთის უძახნა სამარგალოსინ თიჯუა სინჩხერე. 15 პლუსით. კორეტაში. მაგიტომ ხო არა ხარ ცოტა ესეთი მოწყენილი თუ დაგცხა ძალიან გზაში. არა ცოტა მძიმე ისა თემა გვაქვს მაინც კი პრობლემური თემებია და ამიტომაც ბუნებრივია სწორედ ეს განწყობაზეც მოქმედებს სამწუხაროდ ჩვენ ტოპონიმიკაზე მაცვლილებაზე და ეხა დღეს ჰიდრონიმებზე გვაქვს საუბარი სადაც აშკარა უხეშად მოხდა ჩარევა სახელების გადარქმევა და დღეს ეს ტენდენცია აფხაზეთში ინტენსიურად მიმდინარეობს ძველი ავთენტური სახელწოდებების გადარქმევა მიმდინარეობს და წაშლა ისტორიის და ბუნებრივია ყველაფერი ეს თავისთავად მოქმედებს ფსიქოლოგიურ განწყობაზეც. ახლა წარმოგიდგენთ ეს ოფერი რაც ახლა თქვენ ახსენეთ არაკონტროლირებადი ტერიტორია. კი ბატონო, კი. ახალეთის მხარეს. და ჩვენ და რა ხდება აქ სადაც ჩვენია და კი სამწუხაროდ ეს პრეცედენტები ჩვენთანაც მოხდა რამდენიმე მაგალითი გვაქვს ამის იგივე ამ ბოლო პერიოდში გახმაურებული სასამართლოც იყო ერთ-ერთი მდინარისთვის მცირე მდინარეა კახათის წყარი და კახათის წყალად გადააკეთეს და მოკლედ ტარჩია მდინარეს ტორჩია დაარქვეს და მოკლედ გადაკეთებები მიდის და ეს პრეცედენტი დაუშვებელია ეს არ შეიძლება არაფერს ხო კი ბატონო შავღელი და ჩვენ ბავშვობა ამასინაზე წავშეცინა გადაცემისას წინწყარი იყო და დღემდე ასე ვახსენებ ჩვენ და თაობები ასე იხსენიებთ და ეხლა ჭანისწყალი მიაწერეს. ხტია ხტა ზუსტად ისმინდა დღევანდელ გადაცემაში ვანახო რომ რამდენად დიდი მნიშვნელობა გააჩნია თვითონ ამ ტოპონიმებს და ჰიდრონიმებს. ფაქტიურად ისტორია ცოცხდება და უძველეს საუკუნეების სიღრმეში მივდივარ და ცოცხდება ჩვენი წინაპრების ისტორია. მათ მიერ შექმნილი ანუ ვინ შექმნა ეს პირვანდელი სახელწოდება ან მასთან დაკავშირებულია სწორედ ეს შინაარსი რა საიდან მომდინარეობს რას ნიშნავს ესა თუ ის სახელწოდება და ბუნებრივია ეს არ უნდა გააქრეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნებრივია ჩვენი ხელით არ უნდა გავანადგუროთ ეს და არაფერს დიდებით ეს ფაქტობრივად მტრის წესქვილს ასხამ წყალს. და ძალიან ვისურვებდი რომ 2% მაინც იყოს ესეთი როგორც ხართ თქვენ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ხასიათზე გეტყობათ ეს უსამართლობა. და ადამიანებმა არ იციან უმრავლესობას ისტორია არ აქვს საქართველოს დაკითხული ამ ყველაფერს ეგუება, იმიტომ კი არა რომ ზოგიერთი ძალიან ისე იმაშება ამ ყველაფერს უყურებს სერიოზულად ზოგიერთისთვის მართლა პირდაპირ ვიტყვი და უხეშად სულ ერთია, იმიტომ რომ არ იცის ეს ისტორია და არც ხრობელი იყოს არავინ და არც მთქმელი ამის და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადაცემა ეს აუდიო მასალები რომელიც უნდა მოასმენინოთ თაობებს და თქვენც მოისმინეთ ძალიან ბევრი მივიწყებულია და გახსენება განმეორებაზე ცოდნის დედა ნათქვამი და არ გვაწყენ და არ არის. მოკლედ როგორც აღვნიშნეთ ორენაზე ეს გადაცემა მეგრულად და ქართულად დილ მარგალიური იქით ხო აუცილებელი რომ მარგალურო ქოპტკوان
კონდიო ჩქინი ოპეკურ ნინაშა ჩქინ ხამულ ნინაშა ამღანერ ჩქინი ჩიებაშ თართემარე ჰიდრონიმეფი ისტორიულ გეოგრაფიულ გარემოს ტრადიციულად ხადუნა ტოპონიმიკა და ჰიდრონიმია ნამუთ მუჭო თაშინ ჩქინდუ თიკათაშ ორაგადე ნინაშე მითეა კანემცო ხორანს უჯვეშაშ ბორჯიშე და თე კონკრეტულ ტერიტორიაშ ავტოქთონ მახორვეფრენა ათეშენ უმოსო ტოპონიმიკას დიხაშ ნინას ხოლე უძახუნა კინთინე შემლებნა თქუათან ჰიდრონომიაშე ხოლო და თეს ყარიშნინა დუძახათან ვეუაპკილ მუშენდა თენაც კონდად გინებჩანა თაკ მახორუ კათაშ ორინელშო აუცლებელ მაწყარების ჯოხობუებს და თის სემანტიკას ჰიდრონიმია თითქოლორე ოინტერესე ნამოდა სოციალურ ეკონომიკურ შამლობაში გარდა პოლიტიკურ ხარგვა ხოლე უღუთეს მუშენდა ჯვეშ ბორჯის ადმინისტრაციული სანწყოების გო უნაფა მალწყარების გეშახვადოთ ათეშენ თენა ისტორიულ ეპოქებს მუჭო ითურუდ პოლიტიკურ რუკან თის ხოლო არკვანტიათ მოძირანა მარა არძაში უმოს თარიშენ მალწყარების ჯოხობუაშ გორჩქინარე სორეშე იბგენთ ავთენტურ ისტორიებს და თეკ მახორუ კათაშ ნინას მუნინაშა იჩებუთ თეკათან ამ დღაჩქი კუნტას ქიფშიებუთ ისტორიული საბედიანო ჟირსუმანიშ ოდიშიშ და აფხაზეთის ჰიდრონომიაში და თაკ მუ ტენდენციებ იდუ და მეურსუნ თიშე ხოლო ნამუშეთ ბრელ ისტორიული წუებ ხვადონა უჯვეშაშ ბორჯიშე ოინტერესერე ინფორმაციას მარზენა მავითამშა მავითოშქთა უკუნეფიშ სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტებ და წუები მარა არძაშუმოს ოინტერესერე ურცხო ქიანაშ ავტორების ნაჭარუებ და რუკებ სოდეთ უმენტაშო ავთენტურ ფორმები ხვადოთ მაწყარების ჯოხობუებს თენებში გიშაგორის შამლობა უ არქანჯელო ლამბერტის რუკას ლამბერტი თაკ ეწანასო ხორან სამარგალოს და უჩქეთ და იჭგირორდო თაკ იფრეს ორწყეთ თიშ რუკას ეჭარილე ტოპონიმებ და ჰიდრონიმები ხვადუნა ფაზისი ცხენწყარი აბაშა ტეხირი ხობი ხოფი ცხენწყარი ინგირი ხეთა ოქუმ ერწყარი მოქვიწყარი კოდორი კინთინე კორაქსი ლამბერტი ოძირანს ფაზისის ფოწყუმა სოდეთ მალწყარ ზღვას აკათუ თაკ თურქებს ანთაშხუთო ისმეითობრო წანას ჯიხა გეუგაფნა უკულ მოურცია ცხენწყარ ლამბერტის ნარაგადი ცხენწყარ ფაზისის აკაკათუდ აბაშა და ტეხურწყმა ართო მალწყარ აბაშა წყარს თინა სტრაბონიშ გლავკოსო მირჩქინანს ოდო ტეხირშე იჩიებ ნამუდა თინა ალულუანცია თიაკას ნამუსო სანაკის უძახნანია ტეხირის უკულ შინანს ხობწყარს ხოფის და წყენწყარს ჭანის უძახთენა წყენწყარს ათენა აკათუნია მალწყარ ხობის ლამბერტ წყენწყარის ეტიმოლოგიურ ენწყმას ხოლე ოცად და იჩიებ ნამუდა თე ჯოხობუა ჭანქ თიშენგიადუ ათე მალწყარს მუშენდა თაგილიანია ჭან ვაჭარები ლამბერტი წყენწყარის უკულ შინანს ინგირს და ხეთის ხეთ კინთინე ერწყარრე უკულიან მალწყარები აფშინელ ოქუმწყარი კინთინე ტარსუა ეგრის კინთინე ღალიძგა მოქვიწყარ და კოდორი კინთინე კორაქსი ოინტერესერე ნამუდა ლამბერტის სამარგალოს რუკას თე მალწყარია უკულიან გეჭარილებით რე მოჩამილ რიან ფასო ცხენწყარ ჰიპუს აკოლის ცხენის წყალი აბაშა კლოკუს აკოლის აბაშა ტეხირი სიგამენ ოდიე ტახურ ხობი ხობუს ხოფი წყენწყარი ჭანუ ინკოლის ჭანის ინგირი ასტელფულ ინკოლის ენგურ ერწყარი ეწყარი ერის წყალი ოქუმი ოქუმს ოლიმ ტარსურა ტარსურა უკულ მოუც ჭიჭე მალწყარ ნამუსუდ გეჭარ ჯობაცკარი მალწყარი მოქვი მოკვის წყარი მარმარი წყარი მარმარ წყარი კოდორი კოდორ ოლიმ ოქუმ წყარ და მოგწყარშკას გეჭარ ეგელის იგივე ღალიძგა ეგრის წყარ მალწყარ ნამუთ არკამასელაუნს და დიც ჩხორთოშე ჭოფუნს დუდისუ რე წყარჩე თე ჯოხუბუა მოურ წყარჩეშე ნამუთ ჩე წყარს შამულეც ათე რუკას გეჭარ ჰიდრონიმების აბსოლუტურ უმენტაშობა კოლხურ მარგალურრე ათე მალწყარები იდენტურა აქ მოჩამილ კასტეს მუშ ანთასამშო ჟანჟოგ თანწანაში თეჯდო ზახნები ლათინურ რუკას ოდო ლამბერტის ერის წყალს გეჭარილია ბერწყარ ნამუ თიმ ფორმარე ქორთული ისტორიულ საბუთებს და დოკუმენტებს მალწყარები ჯოხობები უმენტაშო თანგირე თირელო ფხადნა რუსულ წყვეებს ხოლო და საბჭოთა პერიოდის თეს ოფიციალურ მეჯინა ქიმეჩეს და არძა კაბეთ მალწყარის ჯოხობუა დო თანგეს და თეშ გამშეღე სამეცარო ლიტერატურაშა და ოფაშა ასე თეს ქიგიაძინ აფხაზ სეპარატისტების ინიციატივა უჯვეშაშ ჰიდრონიმე ბაფსუან და თენებ მორფოლოგიური გეგნაკეთანი ათაშ იგუნენა ახალ მუთუნს ვემეგუნფერ ჯოხობუებს კერძოდ ქოფშინუათ მუდგაზმარენს კოდორ დითურ კოდრით გუმისთა გუმსთა კელასთურ ქალასუირ ოქუმ უაქუმ ენგური ეგრი ზუფუს ხიფსთა ქიგიოდვეს თაქთის ხოლო ქოფთკუმათ ნამოდა ზუფუ ჰიდრონიმის ჯინჯი ზუფ სოფო მაპალუნა მარგალურ ჭანურ და შონურ ნინებს ალიო ქობალიაჩენ წყუმათ ზუფო ზუფუ კინთინერე მუთ ჭითათ მალუ ებშათ მალწყარი და თავრე შემოურს თე ჯოხობუა ხოლო უმენტაშო წონდას ქიზირასო
თიშე ხოლო ქიმიპუნათ მუდგასმარენ მაგალთის მუჭო იგორო უჯეშაშ ავთენტურ ჯოხობიებ მალწყარებიშინთის ოძირაფალო კერძოდ გაგრაშ ორუმედო ატლერის სექტორი ბჟადა ლაკანებში დაფიქსირებული მალწყარ თესქირი ინგორო ყვაშ არზით კლავდიო სტოლემაიოშიშ გეოგრაფიას მოჩამილ ათე მალწყარის ამდღარე ჯოხობუარებს სო ალიო ქობალიაშენ წყუმათ თესիր მარგალორო შანულեց წყარის ჩე ნაკათურს მუჭოთ იზდირენ თაშ უძახდეს ჩკინჯვეშებ თე მალწყარს ვახოში შეჭარუათ არტ მალწყარ ნამოთ ბიჭვინ თაშ ბჟადალშე ალაუნსუნ რე კაპეტი ათე ჯოხობუათ ამდღა აფხაზეთის ნამთინ მალწყარ ვარერ შკინელ მარა ისტორიკოსენ თიარზიშა ქემერთეს ნამუდა მალწყარ კაპეტი ნამოთ ბიჭვინ თაშ ბჟადალშე ალაუნსუნ თენარე ამდღანერ ბზიფ ნა ბზიფო გუშურს მუჭოთ იზდირენ თაშ უძახდეს თის ჩკინჯვეშებ მალწყარ კაპეტიში ფორმატ მიშინანს გერმანელ იოჰან ანტონ გიულდენშტეტ და იჩიებ ნამუდა კაპეტი შაკართაფუშ ოჩხანეშერე ბიჭვინთა ნამუ ჯიქეწკუმა სანსღო აკანრე კაპო წყარის ფორმატ ხვალუნა ხოლო ანთაშკიდო შეჯებთოშკი წანაშ ნაკეთებ რუკაზდო თაკ ხოლო მეჭარო ნამუდა მალწყარის უკულ ჯიქეთრე ათე მალწყარს იჩინეს ნიკო დადია ხოლო და ჭაროს ნამუდა კაპეტი აფხაზეთი ბჟადას სანსღორე მუჭოთ ჩკინ მალწყარ კაპეტის ჯოხობუა მარგალურე და შანულეს დიდ მანგარ მალწყარს მუთშილებებ თქუათენ ამდღანერ სამარგალოეს სანსღოს მალწყარების გინოკეთებული ჯოხობუებს თენეფრე ინგირი გინოკეთებული ენგურო ტეხირი ტეხურო ხობწყარი ხობიწყალო აბაშაწყარი აბაშიწყალო ცხენწყარი ჭანიწყალო ცხენწყარი ცხენიწყალო ცი ცივოდო თაშ ისტორიულ სამართალი თხინს ნამოდა ათე მალწყარებს დართასოკო მუშავთენტურ ჯოხობუემ მუსუჩკი ადგილობრივ მახორო კათა უძახუნ და თე ავთენტურ ფორმატ ამდღანერ დღაშა დიდხილუ თენე ამდღანერ დღაშა ქომორტო და თენე მუშთი ავთენტურ ფორმემ გოკო აუცლებეროკო დართას თორათაშ მარა მუძარენ სიტუაცია ჩეშმეულს ძირათ ხო იმენ გიღნა მომწოთ ორწყე ხო მა იმენ მიიღო მუშენდა ჩქენი კიანაც აუცილებელო მეურსთ მუდაშა თვითონ ისტორიკოსებნი მუდუანეკო ვეშილებე შვანერო უშედა ჩქენი ისტორიას ვარენო თეს მუდანთნი უკუჩქინი გევენჯი თეშე მანგარ საყალოს კომცინა სასამართლო პროცესზე რომ მითხრა ბატონო როგორ განვითარდა მოვლენები დეტალები ცხადია არ უბრალოდ აი ისე თქვაც კი პროცესი მიმდინარეობს ჯერჯერობით ქვედა ინსტანცია ხო ჯერჯერობით ეს არ არის განაჩენი გამოტანილი თუმცა პრეცედენტი ასეთი იყო რომ თვითონ ამ სასამართლო პროცესზე პირველად მოხდა დაშვება რომ თვითონ პროცესი წარიმართა მეგრულად ანუ თქვათ კანონმდებლობით არ არის დაშვებული რომ თქვათ ანუ სახელმწიფო ენაზე უნდა მიმდინარეობდეს მაგრამ თვითონ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება რომ მეგრულ ენაზე მოესმინათ ეს მოკლედ დაზარალებულების პასუხი და შესაბამისად მთლიან სასამართლოს ცნობა წარიმართა მეგრულ ენაზე რაც პრეცედენტული იყო. ძალიან საინტერესოა. მე ვიმედოვნებ, რომ თუ ეს პრეცედენტი დაიშვა, არის ძალიან დიდი ბიძგი და წინადადებული ნაბიჯი და რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, როცა დემოკრატიულ სახელმწიფოს აღშენება, ამ შემთხვევაში ყველა სოფლები უნდა იყოს დაცული და მათ შორის სწორედ ეს ენობრივი, თქვათ, სვანურიც, მეგრულის, ბუნებრივია, ლაზურის და მოკლედ, ხო, იმ რეგიონში ერთგვარი უპირატესობა უნდა გააჩნდეს. ეთახობთ აბსოლუტურად და ხოჭერს მიხარია შეიძლება ეხარა მაგის პასუხია და უნდა თქვა უცებად გუშინ ძალიან ისეთ ხალხს კარგი გაგებით გადავეყარე ძალიან სერიოზულ ხალხს და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მუშაობდნენ ეს ადამიანები შეგიძლიათ ავასახელებ არ ვაკონკრეტებ და რაღაცა ერთმა ისე მითხრა რომ თქვენ ისეთ კარგ საქმეს აკეთებთ სიტყვას ციტირებ რომ რა ვიციო აი რა გითხრათ რომ ისეთ კარგ საქმეს აკეთებთ და ვერ მივხვდი მოთხარებად და ოდაბადეში გინოხონია კი სხვა შორის ბევრი აღნიშნავს ამას ჩემ და გასაკვირად მე არ მეგონა თუ ამ ხელა დიდი პუბლიკა ყავდა თუმცა მე ხასინავლით იმასაც აღნიშნა რომ ჩემმა სტუდენტებმა დაფიქსირეს გულწრფელად რომ კი უსმენთო მაგრამ აბსოლუტურად მეგრულ ენაზე გაუგებარი არისო ჩვენთვის ანუ პირველ მეორე კურსელებზეა საუბარი უკვე მათთვის მეგრული ეს ჩვენი სამეთყველო მეგრული უკვე მათთვის არის ძალიან უცხო და გაუგებარი იმიტომ რომ უკვე პასიური ცოდნაც არ აქვთ ამ მიმართულებით ძალიან სამწუხაროა. ეხლა ჩვენ ბოლო რამდენიმე გადაცემა მე პირადად ჩემი გადმოსახედიდან და ზოგადად მე ძალიან ცოტა მოგოც ვავსაუბრო, მაგრამ ესე თემა ისტორიას და ტერმინოლოგია სხვანაირია და არ ვაძლევ თავს უბრალოდ იმის უფლებას რომ რაღაცა დავამახინჯო. შეიძლება როგორი მდგომარეობა ამ კუთხის და კიდე ხარ ჩემი დამახინჯებული მეგრულად. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ შევამცირებ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბევრი მეგრული თქვა. ზოგადად ამ გადაცემებში მოკლედ ეს იყო მეგრული ვერსია. მიკი გეგუნდო ვარ და ბრილშა კურჩილას და მუდგანკი გეგენს აუცილებელი.
ქართული ვერსია გვაინტერესებს. აუცილებლად. ქართული ენა აუცილებლად შეიძლება უჯგუშო გეგანი ქართული რა ხომ ფუჩკირკოჩ. ხო, ქართული უმოს უჯგუშო გებულენა ჩკინ ათე ახალები. ოდო ჩკინ მახანებს უქოთ მარგალირო ხოლე გვაიჯრო გებულენა მათენა უკვე მოდი ქობძირი მუშენდა დიჩირნა ხო ბრე მუთკარენებს სიტყვებს ხოლე მოკითხურა ანა მუჭორეთნა მუჭორე. მარა ხოლე ჭიჭე მუდა ხოლე კომიხ სიტუაცია მუკოხენა დიარაზო თევრე შემირეკნა მუდგანსკი გიახილუნა ეთე კიჩიებნა ხომასათი მწნადო კინგი ხვინადო მამიშა გვალეშკა ლურს ვოდეკენთეშ გმომრეკნა ანა მუჭორეთ ენა მუჭორეთ მუდა მოკლედ Jeszcze składa też dyskusja jako matematyka, bo w ogóle schinowanie na bazę, jak to też ხო, ინტერესი გორჩკინდო ჯგირე, ინტერესი მუშენდა. კომპლიმენტი და კონსემარი. ქართული ვერსია ბატონო. აუცილებლად მოკლედ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის ჰიდრონიმები. გარკვეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოში არსებული ტოპონიმიკა და ჰიდრონიმია წარმოიშვება იმ საზოგადოების სამეთყელოენი წიაღში, რომელიც კონკრეტული ტერიტორიის ავტოქთონურ მოსახლეობას წარმოადგენს. ამიტომ ხშირად ტოპონიმიკას მიწისენასაც უწოდებენ. იგივე შეიძლება ვთქვათ ჰიდრონომიაზე, რომელსაც პირობითად შეიძლება წყლისენა ეწოდოს და გადმოგვცემს აქ მოსახლე საზოგადოებისთვის სასწაულად მნიშვნელოვანი რესურსებისთვის შერქმეული სახელების სემანტიკას. ჰიდრონიმია იმითაც არის განსაკუთრებულად საინტერესო, რომ გარდა სამეურნეო ეკონომიკური მნიშვნელობისა, მას ხშირად პოლიტიკური როლიც გააჩნია და ისტორიულ ეპოქებში ადმინისტრაციულ საზღვრებს სწორედ მდინარეების მიხედვით ავლებდნენ. ამიტომ ფასდავდებელ ინფორმაციას გვაწვდის პოლიტიკური ცვლილებების შესახებ. დღეს ჩვენ შევეხებით ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიას, რომელთა შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან მე-16-მე-17 საუკუნეების სხვადასხვა საბუთები და უცხოელ ავტორთა აღწერილობები და რუკები. ამ მხრივ საინტერესოა არქანჯელო ლამბერტის რუკა, რომელიც ჩამოთვლით მდინარეებს ფაზისი, ცხენიწყალი, აბაშა, ტეხური, ხოფი, ჭანიწყალი, ენგური, ხეთა, ოქუმი,ერიწყალი, მოქვიწყალი, კოდორი ანუ კორაქსი. ის ასახელებს მდინარე ფაზის, რომელიც ფოთთან ზღვას შეერთვის, სადაც თურქებს 1578 წელს ციხე აუგიათ. ფაზისის შემდგომ მოდის მდინარე ცხენიწყალი. ლამბერტის თქმით, ცხენიწყალი შეერთვის ფაზის, მდინარე აბაშასთან და ტეხურთან ერთად. მდინარე აბაშას ის ტრაბონის გლაკოსთან აიგივებს, ხოლო ტეხურზე შენიშნავს, რომ ის ჩაუდის ადგილს, რომელსაც სანაკს ეძახიან. ტეხურის შემდეგ ასახელებს მდინარე ხოფს, ხოფი და ჭანიწყალს, ჩანი. ეს უკანასკნელი შეერთვის მდინარე ხობიწყალს. ლამბერტი ჭანიწყლის ეტიმოლოგიურ ახსნასლებს და ამბობს, რომ ეს სახელი ჭანი, იმიტომ ეწოდა მდინარეს, რომ მასთან მოდის სავაჭროდ ხალხი, რომელსაც ქვია ჭანი. ლამბერტის ჭანჭლის შემდგომ დასახელებული აქვს ენგური და ხეთი. ხეთი იგივეერიწყალი, შემდეგ მდინარეები კი არის ოქუმისწყალი, იგივე თარსუა, ეგრისი, იგივე ღალიძგა, მოქვიწყალი და კოდორი, იგივე კორაქსი. საინტერესოა, რომ ლამბერტის სამეგრელოს რუკაზე მდინარეები შემდეგი წარწერებით აქვს დატანილი. მდინარე რიონი ფასო, ცხენიწყალი ჰიპოს, აკოლის ცხენიწყარი, აბაშა, აკოლის აბაშა, ტეხური, სიგამენ, ოდიე ტახურ, ხობი, ხობი, ხოფი, ჭანიწყალი ჩანის, ინკოლის ჭანი, ენგური, ინკოლის ენგურ,ერიწყალი ჰეტწყარი, ოქუმი, ოქუმს, ოლიმ თარსურა, თარსურა. შემდეგ მოდის პატარა მდინარე, რომელსაც აწერია ჯობაწყარი. მდინარე მოქვი, მოქვის, მოქვიწყარი, მარმარისწყალი, მარმარწყარი, კოდორი, კოდორ, ოლიმ, ოქუმისწყალსა და მოქვიწყალს შორის მოთავსებულია ეგეჩერის, იგივე ღალიძგა, ეგრიწყალი. მდინარე, რომელიც არკამას ჩაუდის და სათავეს შხორთოლთან იღებს, არის წარჩე. სახელწოდება მოდის წარჩედან, რაც თეთრ ნიშნავს. ამ რუკაზე დატანილი ჰიდრონიმების აბსოლუტური უმრავლესობა მეგრული წარმოშობისაა. ეს მდინარეები თითქმის ანალოგიური დასახელებით ხდება კასტელის 1659 წლის ეგრეთ წოდებული ლათინურ რუკაზე. ხოლოერიწყალი, ლამბერტისგან განსხვავებით, ჰეთიწყარი, eriწყარი სწორი ფორმითაა მოცემული. ქართულ ისტორიულ საბუთებში და დოკუმენტებში მდინარეების დასახელები უპირატესად შეცვლილი ფორმით ხდება. ასევე შეცვლილი ფორმით ხდება რუსულ დოკუმენტებშიც, რაც საბოლოოდ საბჭოთა პერიოდში ოფიციალურად გაფორმდა. ამას დაემატა სეპარატისტთა მცდელობა, მოხდეს ძირძველი დასახელებების ჰიდრონიმების გააფსვება და მათი მორფოლოგიური ცვლილებებით ახალი ხელოვნური სახელწოდებების მიღება. კერძოდ, კოდორი შეიცვალა დასახელება კუდრით, გუმისთა, გუმსთა, კელასური, ქალასუირ, ოქუმი, უაქუმ, ენგური, ეგრი და ასე შემდეგ. ზუფუს დაერქვა ხიფსთა და აქვე განმარტავთ, რომ ზუფუ, რომელიც თეთრიწყალა სახელითაც არის ცნობილი, ქართველური წარმომავლობისაა. ჰიდრონიმის ძირის ზუფ, ზოფ მოგვეპოვება მეგრულ ჭანურსა და სვანურში. ალიო ქობალიას განმარტების ზუფო, ზუფუ იგივე რა წითლად მღიარი, უხვად მდინარე, უხვი ნაწველი. იქვე მოცემული აქვს სიტყვის შემდეგი განმარტება: წითლად ღუილი, უხვად მოსკდომა წყლისა. ასევე მეტი სიცხადისთვის მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს. კერძოდ
კერძოდ გააგრის ჩრდილოეთით და ადლერის სექტორის ენანთიას სამხრეთით ფიქსირდება მდინარე თესირი. იმგოროყვას აზრით კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიაში მოცემული ჩვენების თანახმად ამ მდინარის ამჟამინდელი სახელწოდება ფსოუ. ალიო ქობალიას განმარტებით თესირის სამურზაყონოს მეგრულში აღნიშნავ წყლის თეთრ ნაკადს და როგორც ჩანს ფსოუს ასე უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები. ვახუშტის სახელწოდების მიხედვით მდინარე, რომელიც ბიჭვინთის დასავლეთით მოედინება, არის კაპეტი. ამ სახელწოდების მდინარე თანამედროვე აფხაზეთში ცნობილი არ არის, მაგრამ ისტორიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მდინარე კაპეტი, რომელიც ბიჭვინთის დასავლეთის დის ამჟამინდელი ბზიფი ყოფილა. მდინარე კაპეტის ფორმით იხსენიებს გერმანელი მოგზაური იოჰან ანტონ გუშტენშტეტის და შენიშნავს, რომ კაპეტის შესართავის სამხრეთი მდებარე ბიჭვიდან წარმოადგენს სასაზღვრო ადგილ ჯიქეთთან. კაპეტის წყლის ფორმით მდინარე აღნიშნულია 1737 წელს შედგენილ რუკაზე და იქვე მითითებულია, რომ მდინარის აქეთ ჯიქეთი მდებარეობს. ამ მდინარეს ისნობს ქართველ ცხოვრების ავტორი ნიკო დადიანის. მისი ცნობით კაპეტის მდინარე აფხაზეთის დასავლეთის საზღვარია. მდინარის აღნიშნული სიტყვა კაპეტი მეგრული წარმოშობისა და ნიშნავს უხვად მდინარეს. რაც შეეხება დღევანდელ სამეგრელოში გადაკეთებულ მდინარეების ავთენტურ სახელებს, ისინი შემდეგნაირად არის წარმოდგენილი. ენგურის ავთენტური სახელია ინგირი, ტეხურის ტეხირი, ხობის წყალის ხობწყარი, აბაშის წყალის აბაშაწყარი, იგივე ფუძე გამოიყენება. ჭანის წყალის წყენწყარი, ცხენის წყალის ცხენწყარი, ცივის ცი და ასე შემდეგ. ისტორიული სამართლება მოითხოვს, რომ მდინარეებს დაუბრუნდეს თავიანთი პირვანდელი სახელი. ამის ყველაზე დიდი წყარო კი ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ჯერ კიდევ ავთენტური ფორმით მოიხსენიებს ამ მდინარეებს და დღემდე შეინარჩუნა ამ მემკვიდრეობით სწორედ მათი თავდაპირველი სახელწოდებები. მოკლედ ძალიან საინტერესო და გარკვეულით ეს ყველაფერი ქრია. ხო, თუმცა ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამასთან მიმართებით, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ 1-2 მაგალითი მოვიყვანეთ და შეიძლება თქვათ ერთ მდინარეს ერთი გადაცემას მიეძღვნას, იმდენად ეს არის როგორ საუკუნეებში, როგორ ყალიბდებოდა მდინარის სახელწოდება, მერე რა ტრანსფორმაცია განიცადა და ასე შემდეგ. ძალიან კომპლექსური თემაა და ამიტომაც ძნელია რომ ერთ გადაცემაში მოიცვა ყველაფერი. ხადია, მაგრამ ზოგადად ჩვენ მაინც ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ, იმიტომ რომ უკვე შეექმნა ზოგადად რომ რაღაც ეს ისე არ არის, როგორც ტრაპარიძე წერია. რა თქმა უნდა. ადრე სხვანაირად იყო. თუ ვიღაცას გაუჩნდება სიღრმისეული ანალიზის ან ინფორმაციის მიღების სურვილი, აკურაც ჩვენ. კი ბატონო, კი ზუსტად დატოვეთ მოკლედ ტექსტური შეტყობინებები. ნებოთ YouTube-ზე, ნებოთ Facebook-ზე, პოსტის ქვეშ, რომელიც განთავსდება სადღაც ნაწარტელი ჩვენს ვებგვერდზე და ჩვენ რა თქმა უნდა აუცილებლად მივაქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას და არენზის გაუკეთებია და არც იგივეს გავიმეორებთ. მოკლედ, ქვესემართ, ბარეჯი რამბერთ თენა, ჯირამბე, ნუ სხვა გაგებით ახლა ძალიან საინტერესო იყო ეს, მინდოდა მეთქვა. მორიგი გადაცემა, როგორ განვაგრძოთ ცელი? ხო, მოკლედ მე კომენტარებში სხვა ის არ მინახავს თქვათ მოთხოვნა რა, ისა თქვით კიდევ თუ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით, ხო და სიმართლე გითხრა ხა დღეს და გუშინ არ შემიხედავს, მაგრამ კარგი იქნება, ნუ მოკლედ ამ თემას თუ ისე მიუბრუნდებით, მაგრამ ახლა ჯობია ცოტა სხვა რაღაცაზე გადავერთოთ, სხვა მიმართულებით წავიდეთ, მე მგონი ცოტა უფრო მსუბუქ თემას შევეხოთ. კი ბატონო, ეს იქნება თუ სხვა ისრული იქნება, ჩვენ დაველოდებით თქვენს კომენტარებში. კი, აუცილებლად, ხო. არ გამეორებ ბევრჯერ ვიცით როგორ მოვიცეთ შემთხვევაში დიახ რაზე ვისაუბროთ ხო მოკლედ მე მინდა ვისაუბროთ ერთ ძალიან კარგ ტრადიციაზე მალანურობაზე რომელიც ხობლის სოფელ ბიაში ჰქონდათ ტრადიცია მალანურობა ხო ძალიან კარგი და სიმართლე გითხრათ რომ თუ გაცოცხლდება ეს რიტუალი იქნება ძალიან მაგარი იმდენად ლამაზი სანახაობა იყო იმდენად შინაარსენი და იმდენად ზოგადად იმდენად ის არის ფაქტურად და ისტორიის მატარებელია რომ მისი გაცოცხლება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ძვირფასი. კი ბატონო. ჩათვალეთ რომ ინტრიგა უკვე მიღებულია. რაღაცა ძალიან გვაინტერესებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე პირველად გავიგონე. კი, თუმცა მე ხა ცოტა დავასწარი მოლეს, იმიტომ რომ აგვისტოსთვის დასაწყისში ეწყობოდა, მაგრამ ეხლა აგვისტომდე რა დარჩა და ფაქტიურად რომ წინასწარ ვიცოდეთ იქ რომ ხო, ეხლა უკვე გაცოცხლდა რამდენიმე ის იყო 2 წელია მე მგონი უკვე ადიან ახალგაზრდობა და კარგი იქნება ეს პატარა რეკლამასავით გამოგვივა თუ ჩვენი მსმენელები ეწევიან ვიზიტით და ნახავენ უშუალოდ ამ ლამაზ სანახაობას. ჩვენ სწავლობთ ბატონო. ჩიხორეებდა პატარაში, ვებდათეჩკი. აუცილებლად მიდავთადოთ თექოძე რომ უშმაჭკრა მდგარარე. ხო, ცოდნე მიდავთად იროთაკ ვიროხებს სტუდიაში გარი გიბლად ხო, გილუთ პატენერდი ხაშადო. მაბარ სოთინა და ხო, მაგილებ გაგუ პირია ხდო ირდი ხას მოცადო.
და ვოცადუქ მუჭოთეს სამარგალეს სისკომას ქაშუას უმოსდით მოდა ქერჩკინაგდო განკორჩკინ დასნ თიშენასე მალას ვიდეოებს ხოლიქ მუდანქ გოუდენქ კოძირას დირკოჩიკ მუჭო მართალიოს სამარგაიო მუქიშაგორილი მუდარედო ხოლი ბაუჩ კინჩკინ მახორიეს მუშნერი ჭგირი ქიანა მიღნა საკორტუონდო სამარგაიო ხოლო ეს მართალია ჭგირო ოძირანს მუჭო ანგარი ჭგირი მუდა მიღნა გურგი დიდი მადლობა ეს საინტერესო თემებისთვის მოკლედ არანაკლებ საინტერესო გოლდებეთ და ხუჩაბაც ასე რომ ყველას მადლობა ინდექს ავტორებს გადაცემის შემქმნელებს ამყვანებს ზოგადად თქვენ ჩემოძირფასო მსმენელო იმიტომ რომ თქვენს გარშემო მართლა არაფერი არ გამოვიდოდა და ეს ყველა ჩვენს გადაცემაში აისახება გულწრფელად ვამბობთ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ეს ის გუშინ ჩვენ მოტოსვერჩიებთ რეკლამაზე ძმენ ვამოყენებთ უშუალოდ წეში ჯგირამდეს ორცუცდო მართალსიჩიო თაშორა ბადალაშა ასე რომ ყველა ჩვენ გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინა წარწერილი Facebook-ზე რადიო ათინათი YouTube-ზე ჩაწერთ ოდაბადეს კინოხონი ყველა გადაცემა დაგხვდება იქვე აქვე დაგემშვიდობებით ძალიან დიდი ასე ვთქვათ იმედით რომ თქვენი გამოხმაურება იქნება კვლავ და რაღაცნაირად ძალიან ბევრ გადაცემას შევქმნით ერთად ჭირო ზოჯუნდათ იმ ხუჩაბათამდე ჭირო ზოჯუნდათ ბედნიერ საღამოს გისურვებთ წარმატებები კონტენტ ცხოვრებაში გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.